მოგესალმებით, დღეს ვისაუბროთ ჰამლეთ გონაშვილზე. ჰამლეთ გონაშვილი 1928 წლის 20 ივნისს დაიბადა. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, რა სიტყვებით უნდა გადმოვცე. საქართველოს ბულბულად იყო წოდებული და არა მარტო საქართველოს, მთელი მსოფლიოს, მთელი უცხოური ქვეყნების და პრესის ფურცლებიდან არ გადმოდიოდა მისი სახელი, როგორც განუზომლად მისტიური, ღვთიური ხმის პატრონისა. ტენორი გახდათ იგი საქართველოს ხმად აღიარებული, საქართველოს სახალხო არტისტი იყო, სწავლობდა ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და როდესაც დაამთავრა ტურისტულ ბიუროში დაიწყო მუშაობა და შემდგომ უკვე თეატრალურში გააგრძელა სწავლა. რექტორმა კვესელავამ სცენაზე, როდესაც მის მიერ შესრულებული სიმღერა მოისმინა, შესთავაზა მას, რომ ამ კუთხით გაეგრძელებინა კარიერა, რადგან უდიდესი ნიჭი ჰქონდა და მართლაც 25 წლის ასაკში უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი გახლდათ. 1953-1969 წლებში ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი, შემდგომ უკვე 1969 წლიდან გადადის ანსამბლ რუსთავში და ბოლომდე მოღვაწეობდა ანსამბლ რუსთავში. 16 წლის განმავლობაში მთავარი სოლისტი გახლდათ იგი. საოცრად ასრულებდა როგორც ქართულ კახურ, ისე იმერულ, მეგრულ, აფხაზურ, გურულ საგალობლებს, ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. მისი განუმეორებელი ხმის ტემბრი, რბილი, გამორჩეული, დახვეწილი, გენიალური და ამავე დროს შესრულების მანერა თავის გარეგნობასთან ერთად უზომო დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. პარიზში მრავალჟამიერი სამჯერ შეასრულებინეს, სამჯერ ამღერეს. ესპანელები გაოცებულები აკვირდებოდნენ ყელზე და კოცნიდნენ. მთელი მსოფლიო მოიარა ანსამბლ რუსთავთან ერთად. მისი შესრულებული სიმღერები ყველას აოცებდა, აჯადოებდა. ესენი იყო ურმული, ოროველა, წინწყარო, წმინდა ღმერთო, გაფრინდიშავო მერცხალო, დაიგვიანე. გონაშვილის შემოქმედება ფოლკლორისა და მუსიკის უდიდესი ნაზავია, უნიკალური სინთეზი. მას გააჩნდა მელოდიის, არტიკულაციის, უბადლო შესრულების უნარი, რაც შესანიშნავად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ თავის შედევრებში, როდესაც მოარგო თავის შედევრებს გონაშვილის ხმა. ესენი გახლდათ მოდი გიამბობ თოვლი მზეო თიბათვისა. ძალიან ტრაგიკულად გარდაიცვალა, ამას შევეხები ქვემოთ. მანამდე კი ვისაუბროთ მის აღიარებაზე, მის სიმღერებზე, მის გამორჩეულ სტილზე. ოროველა ფილმებშიც არის გამოყენებული. ადამიანის უნიკალურ შესაძლებლობებს ცდება და ზღვარს მისი ხმაო, ასეც წერდა მასზე უცხოური პრესა. 1978 წელს იმოგზაურა მან უცხოეთში, სადაც ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ანსამბლ რუსთავთან ერთად.
ბიოლოგიის ფაკულტეტზე ცხინვალში სწავლობდა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლში, როგორც უკვე ვთქვი, იყო და შემდგომ უკვე ანსამბლ რუსთავში გადავიდა, გვიან დაქორწინდა 44 წლის ასაკში და 2 ვაჟი შეეძინა. მას მამამ სპეციალურად შეურჩია მას ინგლისური სახელი დიმიტრი გონაშვილი, გახლდათ ანაგის სკოლის პედაგოგი სიღნაღის მუნიციპალიტეტში იყო დაბადებული სოფელ ანაგაში. ჰამლეთ გონაშვილი და მამა იყო ქართულის მასწავლებელი და აღფრთოვანებული იყო, უზომოდ შეყვარებული იყო შექსპირზე და ჰამლეტი დაარქვა შექსპირის სიყვარულით თავის ვაჟს, ხოლო გოგონას დაარქვა ჯულიეტა. იმდენად არ მოსწონდა თავის სახელი თურმე, რომ გადარქმევაც სდომებია ერთი პირობა და ამას დამატებია ისიც, რომ ერთხელ შეხვედრია კონსტანტინე გამსახურდია და უთქვამს ასეთ ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს ეს არა ქართული სახელი რატომ გქვია და რატომ დაგარქვესო. როდესაც უცხოეთში მიდიოდა, თან ყოველთვის მიჰქონდა ქართული ღვინო. არ ყოფილა დიდი მსმელი 2-3 ჭიქა ყოფნიდა ყოველთვის, მაგრამ ეს იყო განუყრელი, ყოველთვის უნდა წაეღო უცხოეთში იგი და რა თქმა უნდა ახლა საბაჟოზე რა თქმა უნდა ძალიან დიდ სიძნელებთან იყო ეს გადატანა ღვინის დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა ხოლმე ამას და იქიდანაც ჩამოქონდა საოცარი ნივთები, სუვენირები. სირიიდან ლეღოს ნელგიც კი ჩამოუტანია და თავის სოფელში ანაგაში გაუხარებია და ყოველთვის თურმე სიხარულით აღნიშნავდა და ყველას უყვებოდა ამის შესახებ. გასტროლებზე, როდესაც მიდიოდა, სცენიდან არ უშვებდნენ მას, უნდოდათ რომ კიდევ ბისზე გამოეყვანათ, ანუ ბევრჯერ გაემეორებინა და ბევრჯერ ემღერებინათ. გაოცებულები იყვნენ, ესეც აღნიშნე მისი ხმით, მისი ულამაზესი ტემბრით და სიმღერას, როდესაც ამუშავებდა, საათობით ისმენდა ძველ ჩანაწერებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ჰქონდა საკუთარი თავის მიმართ და მომთხოვნი იყო. მასთან ერთად დუეტში სიმღერას ბევრი არ თანხმდებოდა, იმდენად ძლიერი შემსრულებელი იყო და ერთი და იგივე სიმღერას არასდროს ერთნაირად არ ასრულებდა, სულ სხვადასხვანაირად ასრულებდა და მღეროდა განსხვავებულად, შთამბეჭდავად. წმინდაო ღმერთო, ეს სიმღერა გამოყენებულია უცხოურ ფილმში ნოსფერატე, ასევე ღამის ფანტოში. ფილმი ეხება, თუმცა აქ არ არის მითითებული გონაშვილის გვარი რატომღაც და ფილმი ეხება ვამპირის ცხოვრებას, რომელიც დასდევს ახალგაზრდა ქალს გოგონას მოსაკლავად და შემოდის კადრში გონაშვილის სიმღერა და ეს სიმღერა იმდენად ათბობს მის სულს, რომ მთლიანი გარდასახვა ტრანსფორმაცია ხდება და აი ამ სისხლის მსმელი ვამპირიდან ის ნელ-ნელა სულის ევოლუციას გადის და გარდაისახება, გარდაიქმნება ადამიანად. მეორე ფილმი იაპონური ანიმაციური ჟანრის გახლდათ, როდესაც სიცოცხლე უკვე ქრება და ყველაფერი უნდა გაქრეს და დამთავრდეს, აი აქ ისმის გონაშვილის სიმღერის ხმა და სიცოცხლე თავიდან იწყება, თავიდან აღმოცენდება, სიმწვანით იმოსება ირგვლივ ყველაფერი, სიცოცხლის ხე ამოიზრდება მიწიდან და ყველაფერს ეძლევა სულ სხვა ელფერი. ამერიკულ ფილმში ბარაკა ისმის ასევე გონაშვილის ქართული სიმღერა, იგი დოკუმენტური არის,
ფრიკეს მიერ არის გადაღებული და ძალიან გამორჩეულად კარგად არის ნაჩვენები დოკუმენტურ ფილმში ეს სისავსე გენიალური მომღერლისა მისი ხმის ტემბრისა ერთხელ გემით მგზავრობდა თურმე გამოსულა გემბანზე სასეირნოდ და თოლიები დაფრინავდნენ გემბანზე პური დაუნამცეცა და თავისი ხელის გულიდან აჭამა გაუცებული უყურებდა ყველა რადგან თოლიებს არ ახასიათებთ ამგვარი რამ რომ პურის ნამცეცები ვინმეს ხელის გულიდან ჭამონ როგორც ერთ მაგალითად მტრედებს ახასიათებთ და ესეც მისი სწორედ ეს დიდი სული იყო რომელსაც ყველა გრძნობდა გარშემო იქნებოდნენ ეს ადამიანები თუ თუნდაც ფრინველები როდესაც ადამიანი არის მართლაც ღვთიური წიაღიდან წამოსული მას ყველა გრძნობს და არავინ გაურბის პირიქით მაგნიტივით იზიდავს ამგვარი ადამიანი ყველას აი ასეთი იყო ყოველთვის ჰამლეტ გონაშვილი და როდესაც იწერებოდა ხოლმე ესა თუ ის სიმღერა როგორც უკვე აღნიშნე ზემოთ დიდი პასუხისმგებლობა გააჩნდა და თავისი მეუღლე როცა ეტყოდა როგორი იყო ნუ არაუშავდა ხვალ კიდე უნდა მივიდე სტუდიაში კიდევ ერთხელ მოვისმინო და ჩავწერო როდესაც ამ დროს უკვე მართლაც არაჩვეულებრივად დამუშავებული დახვეწილი ჩანაწერი იყო გაკეთებული რომელსაც არანაირი შესწორება აღარ სჭირდებოდა და საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა როდესაც მის ქებას იწყებდნენ იმდენად ერიდებოდა ცდილობდა იქაურობას გაცლოდა და შორს წასულიყო კახეთში კონცერტი მიმდინარეობდა გასტროლები ჰქონდა იქ ჩავიდნენ და კახეთში ჩაბრძანდა იგი თავის მშობლებთან დედასთან ერთად იქ იყვნენ ნათესავებიც სოფელ ანაგაში და როდესაც ისინი ისხდნენ სუფრასთან დედას უთქვამს მისთვის, ანუ სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგრამ არის ნამდვილი ვერსია, რომ დედას უთქვამს მისთვის, რომ მეზობელი რომელსაც ასე ვთქვათ, ესაზღვრებოდა ერთმანეთს ნაკვეთი დედისა, გონაშვილის დედისა, ჰამლეტ გონაშვილისა და ამ მეზობლისა სადავო ყოფილა, ასე ვთქვათ, ხის ტოტები იქით იყო გადასული მეზობლის მხარეს და ის მეზობელი დაობდა, ამიტომ უთხოვია, რომ ასულიყო და ის ტოტები მოეჭრა, ასე ვთქვათ, რომ ეს დავა დასრულებულიყო და ამგვარი რამ აღარ მომხდარიყო. ამიტომ რა თქმა უნდა, დედის თხოვნა გაითვალისწინა, ავიდა და როგორც კი ავიდა და ეს ხის ტოტები მოჭრა, იქიდან ფეხით დაუცურდა, ჩამოვარდა და ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. მას დიდი ხნის განმავლობაში შეეძლო კიდევ გავეხარებინე თავისი ბულბულივი ტკბილი ხმით, მაგრამ სამწუხაროდ აი ამგვარად დასრულდა ჰამლეტ გონაშვილის სიცოცხლე და იგი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალა. 1985 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა იგი და მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. დღესაც ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები თავიდან ბოლომდე გვავსებს და ახლიდან შემოქმედებითი აღმაფრენა იწყება თვითოეულ ადამიანში, როდესაც ისმენს მის განუმეორებელ მუსიკას, განუმეორებელ შესრულებას.
თითოეული ქართული ხალხური სიმღერისას თუ ქართველი კომპოზიტორებისას. მადლობა ყურადღებისათვის, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.